გამარჯობა, მე ლელა კოტორაშვილი ვარ. 24 წიგნის შესახებ უნდა გესაუბროთ. დიანა ანფიმიადის დაკარგული სიტყვების ლექსიკონი 2021 წელს გამომცემლობა არტანუჯმა გამოსცა. წიგნის მხატვარია სოფო კირთაძე. ამ წიგნის ბოლო ილუსტრაცია შევარჩიე ჩემი ბალიშისთვის და დავხატე ზედ. მთავარი პერსონაჟია გიო, რომელსაც ხელში ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი უჭირავს. ფრაზა წიგნიდან ბალიშისთვის კი ამგვარია. ადამიანი ენასავითაა, გაიფიქრა მან, თუ გახსოვს ცოცხალია, თუ გავიწყდება, ჯერ გადაშენება ემუქრება, ბოლოს კი კვდება. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი გიოსთან ერთად, ჩემი აზრით, არის ენა. სანამ უშუალოდ წიგნის შესახებ დავიწყებდე საუბარს, მინდა გავიხსენო ძალიან ძვირფასი ამბავი ავტორთან დაკავშირებით. დიანა ანფიმიადი თანამედროვე ქართველი პოეტია, ნათმეცნიერი, საგანმანათლებლო სტატიების ავტორია. ის ინტერნეტ ჟურნალ მასწავლებელი ჯისთვის 12 წელია წერს დაახლოებით. და სწორედ იმ პერიოდში აღმოვაჩინე დიანა, როდესაც მე არ ვმუშაობდი, ორ მცირეწლოვან შვილს ვზრდიდი და მახსოვს ჩემი ფიქრები დიანას წერილების კითხვის პარალელურად. გაოცებული ვიყავი, თურმე როგორი შეიძლება იყოს მასწავლებელი. დიანა იყო სრულიად ახალი ხმა საგანმანათლებლო სივრცეში და შეიძლება თამამად ითქვას, რომ სწორედ მისმა წერილებმა და იქ აღწერილმა ამბებმა განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი. მე მას მივწერე პირადი წერილი, დიანამაც მიპასუხა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც დღემდე გრძელდება. უწერაში მასწავლებლად წასვლის პირველივე პერიოდიდანვე დიანა იყო ჩემი ზურგის ქარი, მამხნევებდა იდეებს, მაწვდიდა, მასწავლიდა და ხშირად ესწრებოდა ონლაინ ჩემს ღონისძიებებს. სოფლის პატარა სკოლის კედელზე ციმციმებდა ეკრანი და დიანა გვესაუბრებოდა ასტრიდ ლინდგრენის შესახებ. ერთხელ გვესტუმრა კიდევაც სკოლაში, ერთ-ერთ ზაფხულს და ვეფხისტყაოსნის ხელნაწერების შესახებ გვესაუბრა. დიანა ანფიმიადის დაკარგული სიტყვების ლექსიკონი მისი პირველი საყმაწვილო რომანია, ფენტეზის ჟანრის წიგნია. მთავარი პერსონაჟი გიო, 13 წლის ბიჭი არის და შეიძლება ითქვას, რომ მისი დიანას შვილის პროტოტიპია. თუმცა ამბავი, რომელიც ამ პერსონაჟს, წიგნის მთავარ პერსონაჟს გადახდება, განსხვავდება რეალური გიოს ცხოვრებისგან. თუმცა ყველა ბიჭი, 13 წლის ბიჭი აღმოაჩენს თავის წილ დარდს, სიხარულს, სურვილს ამ პერსონაჟში. აქ შეგხვდებათ გიოს, დიანას შვილის ჩანახატები, ნახატები, რომლებიც ილუსტრაციებად არის გამოყენებული და არეკლილია დედაშვილობა, მათი არაჩვეულებრივი დედაშვილობა, ჩემი აზრით. ახლა რაც შეეხება სიუჟეტს, ძალიან საინტერესო არის, როდესაც დედა შვილების შესახებ წერს და პერსონაჟებად გამოჰყავს წიგნში გარკვეულწილად, ცხადია. ეს კიდევ განსაკუთრებულ ელფერს ზენს ამ წიგნს და სხვანაირი ენერგიით მუხტავს. რაც შეეხება სიუჟეტს, გიოს ყავს მამა ბიოლოგი, მეცნიერი, რომელიც უცხოეთში მიდის სამუშაოდ, იკვლევს მცენარეებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახი იღებს წერილს, ატყობინებენ ოჯახს, რომ გიოს მამა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დედაც ემიგრაციაში მიდის მალევე, გიო რჩება ბაბუასთან, რომელიც არის ბუკინისტი და წიგნებისადმი სიყვარული სწორედ ბაბუამ გაუღურა გიოს.
რეალობის ზღვარი, რომელიც ფენტეზის ჟანრს მიაკუთვნებს ამ წიგნს, ირღვევა შემდეგნაირად. ერთხელაც გიო სკოლიდან ბრუნდება, ძველებური ნივთების ბაზრობაზე აღმოჩნდება, ათვალიერებს ლექსიკონს, თითს მიატებს სიტყვებს და სიტყვები მოძრაობას იწყებენ. ერთ-ერთი სიტყვა კი ჩაღრმავდება და გიო აღმოჩნდება მკვდარი ენების სასაფლაოზე. გიო ხვდება მრავალ ენა ურჩხულს, ესეც ძალიან საინტერესო მხატვრული სახეა და ურჩხული ატყობინებს ასეთ რამეს, რომ გიო გააცოცხლებს რომელიღაც ენას და მასთან ერთად დაათვალიერებს მკვდარი ენების სასაფლაოს. მკვდარი ენა მართლა ცოცხლდება, გოგოს სახეს იღებს და ეს გოგო, რომელიც არის ასევე მკვდარი ენა, გიოს მოატარებს მკვდარი ენების სასაფლაოს. ისინი შეხვდებიან გალაქტიონს ერთ-ერთ ტყეში. აქვე ნახსენები არის ვეფხის ტყავსნიდან აფორიზმი თუ თავი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები. გიო იხსენებს რომ ბაბუა ხშირად უმეორებდა ამ სიტყვებს და აქვე აჟღერებს ავტორი ძალიან მნიშვნელოვან საკვანძო ფრაზას, ჩემი აზრით, იქნებ ვეფხის ტყავსანი არის დაკარგული სიტყვების ლექსიკონი. ამას მოვუბრუნდები ისევ, გიო აგრძელებს გზას ამ გოგოსთან ერთად და ერთ გზაჯვარედინზე აღმოჩნდება ბოლოს, სადაც ისრებზე დატანილი არის სხვადასხვა წარწერა. ეს წარწერა რუკად არის მოცემული წიგნში და ვიცი რომ დიანას ძალიან უყვარს ეს ილუსტრაცია და წაგიკითხავთ რა წერია ამ ისრებზე. დაბრუნებული სიტყვების ლექსიკონი, წამოცდენილი სიტყვების ლექსიკონი, ნახატი სიტყვების ლექსიკონი, სიტყვის კონა, მთავარი სიტყვების ლექსიკონი, სიტყვების გადაბმის უღელტეხილი, დამშრალი ზმნების კალაპოტი, ტყუილების ლექსიკონი, ფერების ლექსიკონი, ბოლო ყდის უფსკრული. გიო ეს გოგო, რომელიც ამავე დროს მკვდარი ენაა, ცოდნას გადასცემს გიოს და გზას უკვალავს ენის სამყაროში. გიო მასთან საუბრისას შეიტყობს, რომ სოფლიოში ყველა ენას საერთო ჩონჩხი აქვს, რომ ენა შეიძლება ჰგავდეს წინადადებას, ოჯახი ჰგავდეს წინადადებას, რომელიც კავშირით ერთიანდება და შეიძლება ეს კავშირი შესუსტდეს და დაიკარგოს და ამას მოფრთხილება უნდა. აქვე იმასაც იგებს, რომ მკვდარი ენები შეიძლება გაცოცხლდნენ, თუ კი მათ დამწერლობა აქვს და ვინმე შეეცდება ამ დამწერლობის გაშიფრვას. გახსენება არის მნიშვნელოვანი და რომ იწყება სწორედ დავიწყებით და უნდა შევეცადოთ ადამიანებმა, რომ ამას გავუმკლავდეთ. ასევე არ გეტყვით, ხო გიო უკან ბრუნდება რეალურ სამყაროში, სადაც გადაწყვეტს, რომ მამა მოძებნოს და ეს გოგო ასევე ეტყვის, რომ იფიქროს თუ რომელია მისი მთავარი სიტყვა. ცხოვრების სიტყვა, გამოატანს მალაქიტის ამულეტს, კრისტალს, რომელზეც დატანილი არის გარკვეული გამოსახულება, სიმბოლო და ეს უჭირავს სწორედ გიოს ამ ილუსტრაციაზე. წიგნის სიუჟეტის კვანძის გახსნაში ეს ნივთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აღარ გავამხელ თუ როგორ დასრულდება გიოს თავგადასავალი. ახლა კი გადავიდეთ მთავარ სათქმელზე. დიანა როგორც პოეტია და ეს ამ მცირეტანიან წიგნსაც ეტყობა მისი პოეტური ბუნება, მოკლე წინადადებები, მეტაფორული აზროვნება, სიმბოლოები, მხატვრული სახეები და ამბები, რომლებიც ერთმანეთს ძალიან საინტერესოდ მოულოდნელად უკავშირდებიან.
ფრაზები, რომელთა პერიფრაზაც რომ ლექსის მსგავსად თითქოს შეუძლებელია რომ გაიმეორო და ან უნდა წაიკითხო ან დაიმახსოვრო. ერთ-ერთი სიტყვას ეხება და მინდა რომ წაგიკითხოთ. ზოგი სიტყვა წყალში შუშხუნა აბივით იხსნებოდა. ზოგი ფიფქივით დნებოდა თითის წვერზე. ზოგი რკინის ხურდებით სავსე ჯიბესავით ჟღარუნებდა. ზოგი ჟანგიანი კარივით ჭრიალებდა. ზოგი ტკბილი იყო, ზოგი პირიქით. მეტისმეტად მწარე. სიტყვების გასინჯვისა და მოსმენისას აზრი ისევე იკარგებოდა, როგორც წყლის ზედაპირის სარკე, როცა მას ქვებს ესვრეს, ჩნდება წრეები. შეგრძნებები, შთაბეჭდილებები, მაგრამ ის ერთიანობა აღარ აქვს, რომელზე გავლაც მოგინდება. ასეთი ძალიან ბევრი პასაჟი შეგხვდებათ და ენის როლზე, ენის მნიშვნელობაზე გვაფიქრებს არა მარტო მშობლიური ენის, არამედ საერთოდ ენების როლზე და იმაზე, რომ ენათა მრავალფეროვნება ქმნის სამყაროს მშვენიერებას და პირველ რიგში მშობლიური ენის მოფრთხილებით იწყება სხვა ენებზე ზრუნვაც. აქ ვეფხისტყაოსანი ვახსენე, დიანას წიგნიც აქვს დაწერილი ვეფხისტყაოსნის შესახებ და ძალიან ბევრს ფიქრობს, წერს, იკვლევს და ვიცი რომ მისთვისაც საინტერესო იქნება ეს დამთხოვაც. ეს წიგნი ალბათ მეოთხედ წავიკითხე და მხოლოდ ახლა გავამახვილე ყურადღება, ალბათ იმიტომ რომ მეც ვეფხისტყაოსნის ლექსიკაზე ვმუშაობ. მეათე კლასელებისთვის სამაგიდო თამაშს ქმნის სიტყვის ბარათებს და ის ასე გამოიყურება. ამოწერილი მაქვს სიტყვები, სტრიქონები, სადაც ეს სიტყვები არის ნახსენები. მითითებული მაქვს ასევე სტროფი, რომელშიც ეს სტრიქონია და ცალკე ბარათებს ვამზადებ და გამოტანილი სიტყვების განმარტება იქნება იმ ბარათებზე. ჯგუფებში უნდა ააწყონ, კონტექსტის მიხედვით უნდა მიხვდნენ და შემდეგ კიდე ამას მოჰყვება სხვა აქტივობა კიდევ. ამგვარი თამაშით მგონია რომ სწორედ დიანამ რაც ჩაიფიქრა ამ წიგნით სიტყვების დავიწყებას ხელს შეუშლი და თქვენ თუ გიფიქრიათ რომელი სიტყვა გიყვართ მშობლიური ენიდან ყველაზე მეტად ან რომელია თქვენთვის მთავარი სიტყვა ამაზე თუ აფიქრებულ ხართ. ამ წიგნში ასევე წამოჭრილი არის ძალიან მტკივნეული თემა ჩვენი თანამედროვე პრობლემებიდან, ეს არის ემიგრაცია, მშობლების მონატრება, ასევე თავგადასავალი, რომელიც ყველა მოზარდი ბიჭისა თუ გოგოს ოცნებაა და რეალობა, რომელიც აუცილებლად დადგება მათ ცხოვრებაში, შინიდან გასვლა, შვილები ერთ დღესაც მიდიან შინიდან და ეს ასეც უნდა იყოს, თავგადასავლებისთვის მზაობა და ის რომ ყველა ბავშვს თავისი თავგადასავალი აქვს, თავისი დარდი, სიხარული და თავისი დამხმარეები ჰყავს ზღაპრის გმირებივით ხვდებიან გზა და გზა. აქვე უნდა ვახსენო სერაფიტა გიოს მეგობარი, რომელიც ვერ ხედავს და სწორედ სერაფიტასთან ურთიერთობითაც იწყება ენის მნიშვნელობაზე ფიქრი. გიო სერაფიტასთვის გრძნობებს, ფერებს, სურნელს სიტყვებით თარგმნის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ასე წერს თავად ავტორი. და ერთ-ერთი ეპიზოდიც მინდა გითხრათ ჩემი საყვარელი ეპიზოდი ამ წიგნიდან არის ბოლო ნაწილში, როდესაც უცხო კუნძულიდან გიო გადაწყვეტს სერაფიტას დაურეკოს და ტელეფონის ჯიხურში დგას, სილბოს ენა არის ნახსენები, სტვენით ატყობინებენ ბგერებით, სტვენის მაგვარი ბგერებით გადასცემენ სათქმელს, ურეკავს მეგობარს, რომელთან ერთადაც ისწავლა ეს ენა და ეუბნება თავის სათქმელს. გარედან კი ჩანს თუ როგორ ჩამოსდის ზღვარად ცრემლები ბიჭს. აი ეს ცრემლები
მიმანიშნებელია იმ გაგვახსენებს ჩვენი ბავშვობის ცრემლებსაც იმის თუ რაზე ვტიროდით, რა გვადარდებდა, შეიძლება ეს დარდი ახლაც გამოყოლილი გვაქვს და იმაზე რომ როდესაც კითხულობს მოზარდი ამ წიგნს მარტო არ არის და წიგნის პერსონაჟსაც სტკივა ეს ერთგვარი დამამშვიდებელი ახოლმე დამამშვიდებელია მკითხველისთვის რომ მარტო არ ხარ ამ სამყაროში ის ვისაც გაწუხებს ტკივა დაგიკარგავ ეძებ და ამ ძიების პროცესში სხვადასხვა ხიფათი შეიძლება გადაგხდეს თუმცა ამ ხიფათს მოჰყვება კიდევ სიბრძნეც ცხოვრებისეული გამოცდილებაც ასევე მინდა აღვნიშნო დასაწყისი დროდადრო დიანა ეხმიანება პატარა მკითხველს და თითქოს თანამონაწილეობას თავაზობს, თანამონაწილედ ხდის, რასაც ადვილად შეჰყავს მკითხველი ამ წიგნში. ბოლოს მინდა როგორც მასწავლებელმა გაგიზიაროთ, ახლა როგორ ვთავაზობ კლასის საკითხავ წიგნად ჩემს მოსწავლეებს, მე-7 კლასელებს ვთავაზობ ხოლმე და აქ მაქვს მეორე წიგნი, ეს არის ჩემი შვილის წიგნი, მე მისი მასწავლებელიც ვარ. 3 წლის წინ კლასს შევთავაზე პროექტი წაიკითხე ჩემი წიგნი, რაც გულისხმობს ერთმანეთისთვის წიგნების კითხვას და ამჯერად ასეთი რამ მომაფიქრდა. ერთმანეთის წიგნებში ინაცვლებდნენ, სამთავს წაიკითხავდნენ, დაუტოვებდნენ ბარათებზე წარწერებს, მერე გაცვლიდნენ და ერთმანეთის წიგნებში აგრძელებდნენ ამ ბარათების დატოვებას. მერე ისევ ცვლიდნენ და ასე მიდიოდნენ ბოლო თავამდე. ახლა როცა გადავხედე, დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის, უკან მიბრუნება იმ ასაკთან, როდესაც ჩემი შვილი და ჩემი მოსწავლე დიანა მასთან ერთად წაიკითხა, მე-7 კლასელები იყვნენ და როგორი ფაქიზი საინტერესო სამყარო ჰქონდათ და იმ თუ რას წერენ ერთმანეთს, უზიარებენ ფილმებს, წიგნებს, პირად ცხოვრებას, უსვამენ შეკითხვებს, გამოთქვამენ ვარაუდებს და გირჩევთ რომ თქვენც გამოსცადოთ მსგავსი რამ თქვენს მოსწავლეებთან. კიდევ ერთი აქტივობა, რომელიც შევთავაზე ჩემს მოსწავლეებს, იყო ამგვარი. როგორც გითხარით, ძველებური ნივთების ბაზრობამ, შთამაგონამ, გამახსენებ შრალი ხიდი და იქ გამოფენილი ნივთები. ძველი ნივთები მგონია, რომ ადამიანების ცხოვრებას ირეკლავენ და ძალიან ბევრ ამბავს ინახავენ წერისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის ფანტაზიის წარმოსახვის განსავითარებლად შესანიშნავი საშუალებაა იქ ყოფნა, დაკვირვება და ეს ყოველივე გადმოვიტანე საგაკვეთილო პროცესში. ბავშვებს ვთხოვე რომ მოეტანათ ერთი ნივთი და ეს უნდა გაეცნოთ ერთ კლასისთვის ეს ნივთი და ბოლოს უნდა ელაპარაკებინათ წერითი დავალება მოჰყვებოდა ამ აქტივობას. ძალიან ბევრი იდეა დაგებადებათ ენებში იმოგზაურებთ ენის სამყაროში და ხო, სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. დიდი მადლობა დიანას გამომცემლობას და ველოდებით კიდევ ახალ საყმაწვილო წიგნს. ბალიშ ამგვარია და მომავალ წიგნამდე გემშვიდობებით.